გამარჯობა. Თქვენ ავხსნათ თუ რატომ თვლით ჩვენ მართებულად გრაკლიანისა და ბაშვლების ფილის დამწერლობითი არტეფაქტების სწორად გაშიფრულად. არსებობს ძალიან მოკლე გზა, თუმცა კვლევა გვაქვს 130 ფურცლიანი ერთი გრაკლიანის შემთხვევაში და 150 ფურცლიანი ბაშვლების შემთხვევაში, მაგრამ ძალიან მოკლედ აგიხსნით ყველაფერს და თვითონ დარწმუნდებით ამაში. დავიწყოთ გრაკლიანის წარწერით. მოკლედ ავხსნი. აქ წერია K, ეს A, ეს R, არმაზული და შემდეგ ასომთავრულში I წავიდა, K, T, T, O, S, J და Ion და ხარისთავი და ფრინველი. ანუ მუნულუ. ახლა აქ წერია ესე იგი ქართოსიონ მუნულუ. ერთი ვერსიით ეს არის ქართლოს ღვთაება პირველი კაცი და მეორე ვერსიით ქართლოსიანები წინაპრები. მაგრამ ამ შემთხვევაში თვითონ ასო-ნიშნების ფონეტიკურ ჟღერადობასთან დაკავშირებით არაფერი არ იცვლება. როგორც იყო ერთ შემთხვევაში, ისე რჩება მეორე ვერსიის შემთხვევაში. აი აგერ უფრო ფართოდ რო ნახოთ, ეს ლიგატურა არის A და R. ახლა გრაკლიანზე აღმოჩნდა კიდევ თიხის ლარნაკზე წარწერა, აი ამ ორმოში. ქურ 2 ერთეული LB. პირველი ასო აქ Q, ეს არის ქერი 2 ერთეული LB ლიბრა. აი Q. აქ მესამე ასოა, აქ მეორე ასოა R, აქ მესამე ასო არის R. ანუ ქერ. აი ეს ადასტურებს იმას, რომ ეს წარწერა ჩვენ საკურთხევლის წარწერას ეძახიან ამას, საკურთხეველთან. სწორად გვაქვს გაშიფრული. შემდეგ აი ეს ორი ასო იყო, ასო ნიშანი ახალი, აი ამ წარწერებში. ხო? ეს ორი ემთხვევა და დანარჩენი და ეს ორი იყო ლიბრა ახალი. როცა დავიწყეთ ბაშპლების ფილის გაშიფრვა, აი აგერ ეს ცოტა მოგვიანებით დავიწყეთ და დააკვირდით აი ელი. ელ. აქ მართალი ეს მარცვლოვანი დამწერლობაა, ლოგოგრაფიული და იქ ამბანური, მაგრამ მარცვალი შეესაბამება ელ. აი ეს. და B მარცვალი, ანუ GB მარცვალი. აი მსგავსი კიდევ არის აგერ. მსგავსი ასო ნიშნები, უხეშად რომ ვთქვათ, იგივე რაც გამოსახული არის გრაკლიანის თიხის ლარნაკზე. ახლა ამ თიხის ლარნაკსა და ამ წარწერას შორის, საკურთხევლის წარწერას შორისო, როცა მეცნიერულმა ანალიზი ჩაატარეს, ასაკი დაადგინეს, 50 წელია სხვაობა, ესე იგი ფაქტიურად არაფერი რა. ეს ცოტა ახალგაზრდა არისო თიხის ლარნაკი აი ამ წარწერასთან შედარებით. აქედან ჩვენ აი ამ სამი მონაცემიდან დაზუსტებით შეგვიძლია იმის თქმა, რომ სწორად გვაქვს გაშიფრული როგორც საკურთხევლის წარწერა, ასევე თიხის ლარნაკის წარწერა და ასევე ბაშპლების ფილის წარწერა. ეს მონაცემები, ეს ინფორმაცია ჩვენ ვიდეოების სახით ჩაწერილი გვაქვს. ძალიან გთხოვთ უყუროთ ცლად, მოკლედ აგერ აგიხსენით და შემდეგ ვიდეოში ჩვენ კიდევ ავხსნით სტელასთან დაკავშირებით, ისიც გრაკლიანი გორაზე აღმოჩენილი არტეფაქტია. იქ რა წერია? გრაკლიანი გორაზე, როგორც იცით, საკურთხევლის გვერდით აღმოჩნდა სტელა, რომელსაც თავზე ედგა ვერძის თავი. დიდი მადლობა, გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი არხი და უყუროთ ჩვენს ვიდეოებს. ამასთან ასევე გთხოვთ რომ ელპოსტა მოგწეროთ მისამართი თქვენი ელპოსტით კომენტარებში და ჩვენ გამოგიგზავნით სრულ კვლევებს, რათა გაეცნოთ ბევრ ადამიანს გაუგზავნეთ. გულწრფელად ვამბობთ ამას. რამოდენიმე ასეულ ადამიანს, ალბათ მეც კიდე ამ მოკლე პერიოდში და
წინა პერიოდებშიც ბევრი გთხოვს და უგზავნით ყველას. დიდი მადლობა. ეხლა ცოტა ხნით დავაბრუნებთ ამ ფურცელს, სადაც დეტალურად არის განხილული, ცხრილით არის მოცემული რა წერია და როგორ არის გაშიფრული გრაკლიანის საკურთხევლის წარწერა. დავტოვებთ ცოტა ხანი, რათა თქვენ თვითონაც ნახოთ და წაიკითხოთ, გაეცნოთ როგორ არის გაშიფრული და მითითებული ყველა ასონიშნის შესატყვისი ფონეტიკური და ორი ვერსია. პირველი ვერსია ქართლოსიანები წინაპრები, მეორე ვერსია ქართლოს ღვთაება პირველი კაცი, რომლებიც აზრობრივად ერთმანეთს არ გამორიცხავენ, ერთი და იგივეა, არც მარცვლები იცვლება, არც ფონეტიკური შესატყვისები, უბრალოდ ორი შინაარსი შეიძლება წავიკითხოთ ამ წარწერაში, რომლებიც ფაქტიურად ორივე შინაარსი ერთი და იგივე აზრის შემცველია. ქართლოსიანები წინაპრები, ქართლოს ღვთაება პირველი კაცი. დასაბამი ქართული სახელმწიფოს დაარსების და ღვთაებად გადაქცეული ქართლოსი, რომელმაც დაარსა ქართული სახელმწიფო. ცოტა ხნით გავაჩერებთ და თქვენ თვითონაც ნახავთ. ეს საკმაოდ მოცულობითი კვლევებია, ძალიან დიდი კვლევებია, რომლებსაც ახლა ვიდეოში აქ ჩვენ ამ შემთხვევაში ვერ გაგაცნობთ. გვაქვს კიდე ჩვენ ვიდეოები და გთხოვთ შევბრძანდეთ და ნახოთ სხვა ვიდეოებიც, იქ უფრო დეტალურად არის აღწერილი ბევრი რამ და ასევე მოგაწვდით ნელ-ნელა კიდევ დაწვრილებით ინფორმაციას, მაგრამ თუ ვინმე სურვილი გექნებათ, წეხან კი ვახსენეთ ეს თემა, მოგწერეთ, კიდევ ერთხელ გეუბნებით, მოგწერეთ კომენტარებში იმეილები და მოგაწვდით სრულ კვლევებს, რომლებიც ამ თემას ეხება. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.